1828 წელს, 27 აპრილს ლონდონში, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი გაიხსნა. აქ ტარდება სამეცნიერო კვლევები და მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრად მოიაზრება. თავდაპირველად აქ ზოოლოგიური საზოგადოება მუშაობდა და დაკეტილი იყო დამთვალიერებლებისთვის. დროთა განმავლობაში გაიზარდა რა ბინადართა რაოდენობა, გადაწყდა მისთვის ზოოპარკის სტატუსის მინიჭება. ზოოპარკში საოცარი სკულპტურებია. ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს გორილების სახლი, სადაც ამ სახეობის მთელი ოჯახი ბინადრობს. ასევე გამოირჩევა პინგვინების აუზი. ზოოპარკში სრული კომფორტი და სიმყუდროვეა შექმნილი. საოცარი ფრინველები ბუდობენ. აქ შეგიძლიათ ვარდისფერი მტრედის და ჯუჯა ცხოველების ხილვა. 1908 წლის 27 აპრილს დაიწყო საზაფხულო ოლიმპიური თამაშები ლონდონში. ამ ოლიმპიადაზე ინგლისელმა ეპისკოპოსმა თქვა ფრაზა: "მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება." ეს ფრაზა აიტაცა ოლიმპიურმა სამყარომ და დღესაც ყველა ოლიმპიური თამაშების დროს გაისმის. 100 წლის შემდეგ 2008 წელს ბრიტანეთმა 2 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მონეტა გამოუშვა, რომელიც 1908 წლის 27 აპრილს გამართულ ოლიმპიურ თამაშებს მიუძღვნა. 2005 წლის 27 აპრილს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში კვლავ ითამაშა რომარიომ. იმხანად 39 წლის ლეგენდარულმა ფორვარდმა გვატემალას წინააღმდეგ ტესტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს შეხვედრა რომარიოსთვის უკანასკნელი საერთაშორისო მატჩი იყო და ნაკრებს იგი გატანილი გოლით დაემშვიდობა.